გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოს მთავრობა სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს, მეგობარ ებრაელ ხალხს და სოლიდარობას გამოხატავს არაბული ქვეყნების მიმართ. მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა. სამხედრო ოპერაციების მესამე დღეს აფეთქებები არ წყდება ირანში, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ტრამპი ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს მოუწოდებს დაყარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გარდაუვალი სიკვდილით დაემუქრა. ირანის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს, აცხადებს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი. კუვეითში შტატების საელჩოზე თავდასხმა მოხდა. პარალელურად ამერიკის ბაზასთან რამდენიმე სამხედრო თვითმდრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრები უვნებლად გადარჩნენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და ბარელზე $80 შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საჯარო მოხილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ქართველმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 5 პირი. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.